ღმერთს უნდა რომ გვესაუბროს ყოველთვის, მაგრამ ჩვენ მას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარ თავს შიგნით შესვლა, რათა ვპოვოთ ღმერთი ჩვენში. მაგრამ როგორ გითხრათ, რთულია ამის თქმა ამერიკაში, რადგან აქ ახალგაზრდებს უნდათ ხმაურში ცხოვრება. ამ ხმაურის გარეშე ისინი თავს ცუდად გრძნობენ და სულ ასე ყოფნა სურთ. მათთვის ეს თავის დაღწევის საშუალებაა. ეს ეგრეთ წოდებული მუსიკა, არ ვიცი ასე ვუწოდ მას თუ არა, ერთი დიდი ხმაური უფრო არის. მათ მოსწონთ, რადგან მარტო დარჩენის შიში აქვთ. შიში, რომ 1 საათით მაინც ერთ ადგილას უხმოდ იყვნენ და არ თქვან არაფერი. სიჩუმეში უნდა იყო, რადგან ღმერთს უნდა რომ დაგელაპარაკოს. ასეთი გამოცდილების შეძენის მათ ეშინიათ და ამიტომ ამბობენ, მოდით ვიხმაუროთ. მახსენდება მოზარდი გოგო, რომელიც იმყოფებოდა ჩვენს რელიგიური განათლების ბანაკში. ყოველთვის მიყვარს ხოლმე ამ გოგოს ხსენება. მას ეკეთა 2 გადამცემი რადიო, ერთი მარცხნივ, ერთი მარჯვნივ. რადგან 2 პროგრამას უსმენდა, ორივე ყურში ყურსასმენები ეკეთა. ორივეში ძალიან ხმამაღლა უსმენდა. ვიღაცამ უთხრა მას, რომ გამოერთო და გოგომ თქვა, თუ მე ამათ გავთიშავ, გავგიჟდებიო. წარმოიდგინეთ, როგორი რთული მდგომარეობაა. როდესაც შეგიძლია მხოლოდ შენ და ქრისტე რომ იყოთ ერთად. და თუ შენ არ გაქვს რაიმე სათქმელი, მას მაინც აქვს შენთვის. პირველ რიგში, სულ მცირე 1 ან 2 საათის განმავლობაში მაინც უნდა ვიყოთ განმარტოვებულები. არა აუცილებელი ვთხოვოთ ღმერთს რაღაცეები, უფალო ეს მომეცი, არა. ეს ლოცვა არ არის. ლოცვა არის მდგომარეობა, როდესაც გრძნობ ღმერთის შენთან მყოფობას. ეს არის ლოცვის სრული განმარტება. ეს არ არის იმაზე თუ რამდენ სიტყვას წაიკითხავ, რამდენ ფსალმურს იგალობებ. ლოცვა მხოლოდ ისაა, როდესაც ღმერთის შენთან მყოფობას გრძნობ. ჩვენ საიდუმლოება ვართ, ჩვენ არ ვიცით ვინ ვართ. დავით მეფსალმუნე ხომ ამბობს, რა იარს კაცი რამე თუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი რამე თუ მოხედავ მას. დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა დიდებითა და პატივითა გვირგვინოს აღყავიგი. რა არის ადამიანი? ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით რატომ დაჭირდა ღმერთს თქვენი ან ჩემი შექმნა. ღმერთი არის სისავსე, მაგრამ მას უნდოდა რომ ვინმე მოსაუბრო ყოლოდა. ჩვენ კი ეს არ გვესმის. ღმერთს უნდა რომ გვესაუბროს ყოველთვის, მაგრამ ჩვენ მას ყურადღებას არ ვაქცევთ.